აკურთხეველი წყალი. თუ კი რაიმეში შევწოდავთ, სინანულით განვიბანებით და კვლავ უბიწონი ვხდებით. სინანული საყვარელნო უდიდესი ბრძმედია, თავის სიახში რომ სპილენძს იღებს და ოქროდ გარდააქცევს, ტყვიას მიიღებს და ვერცხლად გვიბრუნებს. სინანული ღმერთის სამსხვერპლოა, იმიტომ რომ შემცოდენი მისი მეშვეობით მოწყალებად აღძრავენ უფალს თავისადმი. სჯულს დაქვემდებარებულნი ხშირად დიდი ხარჯების მიზეზით ამბობენ უარს თავიანთი ცოდვების გამოცხადებას და ეს სიძნელე მსხვერპლის შეწირვაში საფარველად ემსახურებოდა მანკიერებას. თავისი მოსვლით ქრისტემ განაგდო ეს მოგმადლარა სინანულის მსხვერპლი. რისთვის გჭირდება ცოდვილო ცხრის ყიდვა? სინანული ხომ მთელი ფარაა, რომელიც ეკლესიას ეკუთვნის. რისთვის გჭირდება ფრინველის ყიდვა? სინანული ხომ ცაა, რომელიც შესაწირი ფრინველის ნაცვლად მოახედიებს შენსკენ ღმერთს. სინანული საღვთო ტრაპეზია, იმიტომ რომ მისით ღმერთი კაცობრიობის ცხონებას გემულობს. ღმერთის სათნოყოფას მინდობილი სინანული სულიწმინდის მადლთან აზიარებს ცოდვილს და ადამიანს მთლიანად შექმნის ძეთ ღმრთისასა. გუშინდელნი მკვდარნი დღეს სინანულით განცოცხლდებიან ღმერთისთვის. გუშინ უცხონი აც თავისად შეიქმნებიან ღმერთს. გუშინ უსჯულონი დღეს წმინდანი ხდებიან. მას ჩვენ შევინანოთ ძმანო ცოდვილებმა, რათა ვზლიოთ ეშმაკს. მარადის სინანული შევსწიროთ ღმერთს, რათა სათნო ვეყოთ მას. რჩევა ცოდვილო, რომელიც ცხოველყოფელია შენთვის და შენი სულის და სხეულის განწმენდას წაადგება. ღმერთი მოუდრეკელ შეუნანიებელ ცოდვილებს სჯის და არ დაუშვებს კეთილად მორჩილ მონანულთა დაღუპვას. მასში ისწრაფე, შეინანე, ილოცე და გადაარჩინე. უფალი ყოველთვის განმზადებულია მონანულ ცოდვილთა შესაწყალებლად და შესაწევნელად. იგი არ აყოვნებს ხსნას, აძლევს მთხოვართ, განუღებს მოწყალების კარზე მრეკავთ, მისცემს უქონელთ, ხელს უმართავს გაჭირვებულთ, უწვდის ხელს, რათა იხსნას ისინი, რომელნიც ცხონებას ეძიებენ. მას შენ შემწოდევ, შეინანე და შეუვერდი მაცხოვარს, რომელიც ყველას განკურნავს, ვინც კი სინანულითა და სრული რწმენით მიიახლება მას. თუ კი შენ დაეცი, აღდეგ და მოიქეც, ილოცე, ევედრე, შეუვერდი, ეძიე, ითხოვე და მიიღე. დარწმუნდი იმაში, რაც მოგემადლა. თაყვანი ეცი, შეევედრე ხსნას. მოწყალე ხავ ის, ვისაც სურს მოცემა და ძალუც ხსნა. ხოლო ხსნილი, განსაცდელს გადარჩენილი, ნუღარ დაჰკარგავ მოპოვებულს. თუ შესწოდავ, გამოიზღიდე, წარხოცე ცოდვა სინანულის მსხვერპლით. როცა განიკურნები, ჯანსაღად გიებდე. სიმართლესა და ხსნას რომ მიიღებ, ზურგი აქცია იმ სნეულებას, რომლისაგანაც უფალმა განკურნა. კვლავ ნუ ჩაეფლობი იმ ლაფში, რომლისაგანაც ესაა თავი განგიბანია. კვლავ ნუ აღაგზნებ ვნების იმ ცეცხლს, რომელიც უკვე ჩაგიქვრია. იმიტომ რომ ერთი გაქვს ჯვარი, ერთი სიკვდილი, ერთი მადლი, ერთი ტანჯვა და ერთი მკვდრეთით აღდგომა. ოდეს სინანულს შეუდგები, მთლიანად განაგდე მზაკრობა. როცა ებრაელებმა შესწოდეს, მოსემ ბრძანა გველი ეცვათ ჯვარს, ანუ მოესპოთ ცოდვა. ეს გველიც მან ფუტურო ცარიელი კი არ გააკეთებინა, არამედ ჩამოსხმული და მთლიანი. ამით შენს გიჩვენა, რომ აუცილებელია სრულიად განეშორო მზაკრობას, ვინც მხოლოდ გარეგნულად, მოსაჩვენებლად აღასრულებს სინანულს, ის ერთს კი არა მრავალ ცოდვას ჩადის. იმიტომ რომ სხვებსაც განაწყობს ოდენ გარეგანი სინანულისათვის. ასეთი ადამიანი კაცობრივი ღირსების შეურაცხყოფელზე ბევრად უარესია. იმიტომ რომ უტიფრად ბედავს ღმერთს დასცინოს. ესე ვითარს არათუ მიეტევება ცოდვა, არამედ ემატება კიდეც. იგი პირმოთნია და არა კეთილ მოშიშების მსახური. იგი აბუჩად იგდებს საღმრთო მოწიწებას და უკეთურად იქცევა. თავის თავში მხოლოდ ნიღაბს ატარებს კეთილზნეობისა. სინამდვილეში კი მხოლოდ ის ძალუც, რომ გააცინოს მტერი. შენს მომართ არის ჩემი სიტყვა, ხოი მონანულო. შემტკიცე სინანული უნდა აღუვლინო უფალს. მთელის გულით უნდა შეინანო,
რათა შეძლო შენდობის მიღება. როცა ცოდვებს ინანიებ, უცვალებლად იგივე უნდა იყო, რაც ხარ, ხოლო თუ შეიცვლები, ამით თავად ვეიმხილები იმაში, რომ შენს გონებიც განჯაში არ ყოფილა მტკიცე საფუძველი სინანულისათვის. ნუ მოიქცევი ჯამბაზისა თუ მატყუარის მსგავსად. ნუ იფიქრებ, რომ არის ჟამე განკუთვნილი ღმერთისთვის, როცა შენ სიბრძნეში უნდა წარემატო და არის ჟამე განკუთვნილი ეშმაკისთვის, როცა ცოდვას უნდა მიეცე. ნუ გეგონება თითქოს დაარსებობდეს დრო კეთილმსახურებისთვის და დრო უსჯულოებისათვის, ვინც ასე ფიქრობს, მას სინანულის მსხვერპლი სკოლის მოწაფესავით მოაქვს, რომელიც გაწკეპლილი მხოლოდ იცულებით ტირის და არა თავისი ნებით, ხოლო შემტკიცეთ შეუდექი სინანულს და არა პირმოთლეთ, ნიშანი მტკიცეთ ჭეშმარიტად მონანულისა ეს არის. მისი ცხოვრების წესი მკაცრი ხდება, ქედმაღლობა, დიდი წარმოდგენა საკუთარ თავზე უკრება, გონება და სულიერი თვალნი ყოველთვის სასურველი იესო ქრისტესკენ აქვს მიმართული და იგი ერთიანად ახსავსიან დომით ახალ ადამიანად, ახალ კაცად შექმნას ქრისტეს მადლით. ისევე როგორადაც მატყლი ხდება სრულიად სხვა, როცა მეწამულ თუ ცისფერ ქსოვილად გადაიქცევა. ნეტარ არიან ისინი, რომელიც მოწოდებულ იქნენ ქორწილად და შევიდნენ სიძესთან, მაგრამ ვაი იმას, ვინც პეტაკის სამოსელით არ ცხადდება დიდებულ პურობაზე, შეკრული განიდგება იგი გარესკნელში, სადაც მარადის გაუფანტავი წყუდიადია. ოხ ნეტა მეც შევიდე ქორწილად და ვნახო, თუ ვით შემვედრე შენი მოწყალება შენ სიმართლესა და როგორ შემიწყნარებს ეს სიმართლე. მრისხანეთ სოდვილთათვის, მოწყალებიც მეოხე მყოფელობას ჩემთვის. და თუ კი შენი უსაზღრო სიუხვე შემიწყალებს მე, უღირს, მაშინ ნეტარი ვიქნები შენ სავანეში. ნეტარ არიან ხუთნი ბრძენი ქალწულნი, რომელი ქორწინებად შევიდნენ სიძისათანა, აღთებული იყვნენ რამ გზნებარე სიყვარულით ქრისტესადმი. ისინი მღვიძარებდნენ და უხვად მოიმარაგეს ზეთი ლამპრისთვის, ხოლო ვაი სულელ ქალწულებს, რომელი გარე დარშენ და ვერ შევიდნენ ქორწინებად. მათ ეძინა და მათი ლამპარნით ჩაქრნენ და როცა გამოიღვიძეს, ირეკდნენ კართაზედა, მაგრამ არავინ განუღო მათ. ცათა სასუფეველის დიდებული დარბაზი ღია, ისინი ვრცელზე უვცესნი არიან და დაიტევენ ყველა მეინახეს, ხოლო გეხენიის სავანე ვიწროა და არ არის მასში სივრცე. იგი ერთიანად არის ახსავსე უკეთურთა სხეულებით, პირველთ არ აქვთ ნეტარების ნაკლულება, მეორედ კი გლოვისა და ურვისა, იმიტომ რომ საჯული სამართლიანია და მისი წყალობის სიუხვი არ გადაიღრება იმადზე, ვისაც არაფერი კეთილი არ უქმნია. მას შევიძინოთ საყვარელნო გულისხმიერი სინანული, იმიტომ რომ იგია ყოველი სიკეთის აღმომაცენებელი და მას ძალუთ ჩვენი ცოდვების წარხოცვა. სინანული მივუტანოთ მსხვერპლად უფალს ჩვენ ცოდვილებმა და ცრემლებით წავშალოთ ჩვენი ცოდვების ხელით წერილი. ვედრები, უფალო, და შენთა კართა ზედა ვირეკ სახიერო. უტყუარია შენი აღქმა, ირეკდით და განგეღოს თქვენო. დახშული არ არის შენი კარები, და ემოვიდეს სოდვილი და ირეკდეს. ყოველთვის ღია იგი მართალთათვის და ცოდვილთათვის. შენ თავად მიუთითებ ცოდვილს შენს კარებზე, რათა მან შემოგაღადოს, გააღოს და შემოვიდეს. შენი სიყვარული დიდად აღძრავს მვედრებელს, გულმოდგინედ ეძიებდეს შენს საუნჯეთა მოპოვებას და აჰა, მეც გევედრები უფალო როგორც შენ მასწავლი,
მომმადლე მე, ღმერთო შენი წყალობა, შენი აღთმისამებრ. ახა მეც ვირე კართა ზედა, როგორც შენ დამმოძღვრე. მას განმიღე მე უფალო, ვითარცა გითქვამს. ოქროს როდი გთხოვ უფალო, რამე თუ უმართლობის მამონა თავად უკეთურებაა, წარმავალ სიკეთეთ როდი გევედრები, რამე თუ ისინი ვერ შემძენენ მე საუკუნო ცხოვრებას. ცოდვათა აღიარება ოქროზე უმჯობესია, თხოვნა საუნჯეებზე უფრო ძვირფასია. სიღარიბე უცოდველობაში სიმდიდრეს გერჩივნოს. დიდარი იქ სიხარული დასთმობდა მთელ თავის ოქროს გლახაკი ლაზარეს სიღარიბის გვირგვინის მისაღებად. კაცი რომ კვდება, თან ვერაფერი მიაქვს, რომ მიხქონდეს, მაშინ მთელ თავის ქონებას მისცემდა ერთი წვეთი წყალისთვის. ხოდა მეც წავალ და მეზვერე ზაქეს შევუერთდები, რომელმაც გულშემოსრულმა გაღიარა შენ, ფალო, და განმართლებული იქნა შენს მიერ. შევუერთდები იმ არაწმინდა მეძავ ქალსაც, რომელიც ტიროდა შენს წინაშე და შეწყალებული იქნა. მადლე უფალო, სულს ზალა, არასოდეს ივიწყებდეს თავის სოდვებს, რათა სიკვდილი არ ბატონობდეს მასზე. ვნებათა მიერ ცდუნების გზით სულში შეცდომილება შემოდის და აშფოთებს მას. ამის შედეგად იგი ივიწყებს თავის სოდვებს და შეუმჩნევლად წარიტაცება ახალი მანკიერებისაკენ. და რა კი ივიწყებს და ვერ გულისხმახობს თავის საქმედ, ამიტომ ტანჯვასა და მწუხარებას ეწევა. მაშინ სიკვდილი შემოიჭრება მასში და წყუდიადის საფარველში ხბურავს მას, რათა სულს არაფრის დანახვა არ შეეძლოს. მსაკრულად შემოსავს მას ამ საფარველით და მერმე წყუდიადში უჩვენებს თავის სოდვას, რათა სული მას მიეკრას და მოაკლდეს თავის დიდებულ საღმრთო სიმშვენიერეს. სიკვდილი მწარე მოწყინებასა და სასოწარკვეთას ჩახურის სულში და განდევნის მისგან სიწმინდეს, უზაკველობასა და სიმშვიდეს. ხოლო მშფოთვარებად მოყვანილი სულის სოდავს და თავად ვერაფერს სამჩნევს, იმიტომ რომ შეცდომილებათა წყუდიადში ტრიალებს, როგორც ბოროტისაგან შეპყრობილი. და ამ შეპყრობილებაში კარგავს სათნოებათა გზას. თავისივე ბრალია რომ უმართლოების ღრუბელი შეუმოსავს და ცოდვებში დაეხეტება. ისე რომ ვერ გულისხმახობს თავის საქმედ და ვერ ამჩნევს გარემომცველ წყუდიადს. მაგრამ როგორც კი შეეხება მას ყოვლის განმაცხოველებელი სახმრთო მადლის სხივი, სული უმალხშეც რწუნდება, გულისხმახობს თავის საქმედ, გაიხსენებს ჩადენილ ცოდვებს და ბრუნდება სახიფათო ბილიკიდან. მაშინ ცხადად ხედავს სული თავის უმართლოებებს, შეიმეცნებს სიბილწეთა მთელ სისadzაგლეს, რომლებითაც მანამდე ერთიანად მოცული იყო, და ძალზე სულს რა დაიბრუნოს დაკარგული სიმშვენიერე. თრთოლვით ილტვის წყუდიადიდან ნათლისაკენ, ცრემლთან აკადულებს ხურის და მაცხოვნებელ სინანულად მოიქცევა. მონანულთათვის გაღებულია კარები და არ არის ისეთი დრო, რომ მოწყალე ღმერთი არ შეისმენდეს მათსას. მომმადლე მე უფალო, სიფხიზლე ლოცვაში, რათა შენი კარები განეღოს ჩემს ვედრებას. შიში მიპყრობს, რადგან შიშველი შევსულ ვარ ზღვაში, რომელიც თავისაგან განაგდებს მოცურავეთ. ავედი მე ხომალდზე, რათა მევაჭრა და საუნჯე შემეძინა. მაგრამ ზვირთები აღიმართნენ ჩემზე და ჩავიძირე ზღვის მღელვარებაში. შიშველი შევედი მე სხვა ცხოვრების დასაწყისში და ახლა შიშველსავე გამომაგდებს მე იგი ცხოვრების მიწურულს. შფოთავს და მძვინვარებს უშჯულოება,
რაც ამას სოფლად მწუხარებათა სამკვიდრებელში აღესრულება. სვირთებზე უფრო მძაფრად მღელვარებენ ქვეყნად აღზნებული ვნებები, მაგრამ სათნოთათვის ახლოვდება დრო, როცა მათი ხომალდი ნავსაყუდელში მოისვენებს. მსოფლიო მსწრაფმავალ სიზმარს ჰყავს. დღენი მისნი იგივეა, რაც აჭრდილი. მწუხრი სწრაფად გადის, დილა ხან მოკლია და მისი ჟამებიც უწყვეტად გარბიან დასასრულისაკენ. მას იჩქარე ცოდვილო, ხსნა მიიღო, სანამ ჯერ კიდევ დღის სინათლე გინათებს. სამსჯავრო სამართლიანია და მსაჯულიც მართალია. სამართლიანია სიმართლის მეუფის სამსჯავრო, სადაც დამსახურებისამებრ აღიწონება თითოეულის საქმე და საქმეთა მიებრ მიეზღება ყველას მისაგებელი. ურჯულოებათა მოქმედნი განკითხვის ამ დღეს უნუგეშო სინანულით დაიტანჯებიან. კეთილმსახურების მოღვაწენი კი სიხარულით დასტკბებიან სამუდამო მხარეში. წამს უფალო, რომ მაცხოვნებ მე, შენ სამსჯავროზე, ხო იმ საჯულთა მსაჯულო, და ენ უმიქნები თავდადრეკილი ჩემს თანანადებთა გამო, და თუ მე არც ვარ შენდობის ღირსი, შემიწყალე უფალო, შენი სხეულის და შენი სისხლის გულისთვის, ჩემში რომ არიან დაფარული, შენი სიყვარულით თაყვანს ვცემ შენს ჯვარს და სიხარულით ვეზიარები შენს ხორცსა და სისხლს. ამიტომ მოწყალე იყავ ჩემდამო და მომიტევე მეწოდვები. არ არის თვალღება შენ სამსჯავროზე უფალო. ამიტომაც ვრწიმე, რამე თუ ცოდვილი ვარ. როცა გადაშლიან საშინელ წიგნებს და შენი მართლმსაჯულება ჩემს ბრალეულობებს ამოიკითხავს მათში, მაშინ შემიწყალე მე სახიერებითა შენითა. შენ სახლში შემოსულთაგან, უარაფროდ, ცარიელი არავინ გამოდის უკან. გარდა რწმენით ღატაკისა. მეზვერე ზაქემ რწმენით შეგიყვანა თავის სახლში და ცხონდა. ასევე ავაზაკმაც ჯვარზე რწმენით მიიღო შენგან ცათა სასუფევლის გასაღები. მაშ მიიღე, შეისმინე უფალო ჩვენი ლოცვები და შენ სიუხვეთა საუნჯედან მოგმადლე ჩვენი ვედრების შესრულება. პირს ნუიბრუნებ ჩემგან, შენს მვედრებელთაგან, მოწყალედ მოიხილე ჩვენზე, შენს გამარისხებელზე, რათა შენ მიერმა მშვიდობამ დაისადგუროს ჩვენში, სიხარულით აღვივსოთ და მართალთა თანაქება დიდება აღმოგივლინოთ შენ, მრავალ მოწყალეო. ვედრებებს განგვინათლე გულები და გვასწავლე სულა შენს ჯულში. იყავ ჩვენ და მზე, რათა შენით გავმბრწყინდეთ ქვეყნიურ მწუხრში. შენ, მაცხოვარი ჩვენი, გამოგვიბრწყინდი სულში, რათა არ განდვრკეთ შენი სწავლებისაგან. ვიცით უფალო, თუ რაოდენ დიდია ჩვენი უმართლოება. მას შენ მიერი სიმართლით განანათლე ჩვენი თვალები. მზეო სიმართლისაო და გამოგვიწოდე სიუხვით ახსავსე შენი ხელი. მოუარყოფ ჩვენს ლოცვებს, იმიტომ რომ გამოსყიდულნი ვართ შენი ცხოველს ყოფილი სისხლით. შევწოდე ჩვენ და განგარისხეთ
და ახლა გულშემოსრილნი ვღვრით სრემლებს და ვტირით ჩვენი ცოდვების გამო. მოგვიტევე ჩვენ თანანადებნი და შეგვინდე შეწოდებანი. სახიერო, რომელმა ჩვენი უმართლოების სიმძიმე იტვირთე. ღირსნი გაგხადე უფალო, რომ მკვდრეთით აღდგომის დღეს არ გვრცხვენოდეს, ვირსახეში შემოგხედოთ და გამოგვივლინე ჩვენ შენი კეთილმოწყალება. რამე თუ მდიდარი ხარ შენ სიუხვეებით. ნეტამ ჩვენზე გადმოიღვარო შენი სიუხვენი და გვიხსნას ჩვენ გეხენის ცეცხლისაგან. შენ შეგივრდებით ქრისტე ღმერთო, მონანულთა მეგობარო, რომელი მოხვედ წოდებათ ცოდვილთა. შეგვიწყნარე და შეგვიტკბე ჩვენ, შენ სიუხვეთა კარებზე მრეკავნი და ღირს გვყავ იმისა, რომ გულწრფელად შევინანოთ სიტყვითაც და საქმითაც. დაგვაყენე შენს გზაზე, ცხოვრების გზაზე და მოგვანიჭე ცოდვათა მოტევება ჩვენ ყველას, რომელნიც შენ დობას გევედრებით. ჩემზე მოხფინე უფალო, ძეო მწყალობელისაო, შენი მოწყალება და განმადიდე მე, განვეშორე მე მართალ გზას, ვიღუპები, მკვდების სულით, ხოლო შენ უფალო, მომმადლე მე, რომ კვლავაც პოვნილ ვიქმნე, შეგიძინო და გადაურჩე სიკვდილს ანგელოზთა სიხარულად და დემონთა შესარცხვენელად. ნუ განმაგდებ მე, საწყალობელს, შენი სისხლით გამოსყიდულთაგან. მე ვჭამდი შენს ხორცს, ვსვამდი შენს სისხლს და მწამს, რომ ვცხონდები შენი სიკვდილისა და აღდგომის ზალით. და შენ უფალო, რომელმა შენი სიკვდილით მოაკვდინე ჩვენი მკვლელი, ცოდვაც მოაკვდინე ჩემში, რათა შენს მიერ მივიღო ხსნა. მართალთა გულისთვის არ ყოფილა უფალო, შენი მოსვლა ამ ქვეყნად. არამედ ცოდვით მოწყლულთა საკურნებლად გარდმოხვედ შენ. აღძრული ამათ შენი მოწყალები, მეც ცოდვით მოწყლულთა შორის ვარ. ჩემი წყლულები ჩირქითაა სავსე, განმკურნე მე უფალო და წამგვარე სულიერი ტანჯო, რამე თუ სულიერი სიკვდილით მოვკვდები, თუ კი მალე არ მომენიჭება შენი სიუხვეები. და შენ უფალო, რომელსაც ხოვნება გიხარის ჩვენი და არა სიკვდილი, მიცამარიდე სიკვდილი, რათა შემეძლოს ვცხონდე. ძალდატანებით როდი დამადე უფალო, ქედზე შენი უღელი, მე თავად ვიდე იგი ქედს, რათა ნებაყოფლობით გემსახურო, მაგრამ ის თესლი, რომელიც მივიღე, რათა მოვიმკა და შევიკრიბო მისგან ნაყოფები, მე არ დამითესავს ჩემს ყანაში და არ მომიმკია მისგან ორმაგი ნაყოფი, რის გამოც უდებთა შორის შევირაცხე. და აი, მე განვიღვიძე ძილისაგან უფალო, შემიწყნარე მე, აქამომდე უზრუნველი და განკურნე ჩემი უძლურებანი და შეფარული ცოდვები.
უკვე ნაყოფი, ღირსი სინანულისაი, მოგვიწოდებს იოანე ნათლის მცემელი. და მე მომაქვს ნაყოფი სინანულისა და რწმენისა. შენს წინაშე უღრიმე უფალო ცრემლებს ჩემი ურჯულოებების გამო. წარხოცე ისინი და მომეცმე ხელით წერილი ჩემი. ნუ დაუშვებ, რომ განვიხსნა ჩემს წყლულებში, რომლებითაც ჩემი ნებელობაა დაფარული. ჰოი, კურნალო, ნუ შეგეზიზღება ჩემი უარაწმინდესი წყლულები. ნუ დაუშვებ, რომ მონადირებულ ვიქმნე ბოროტის ბადეებით, რომლებშიც ჩემი ფერხნია განხლართული. ჰოი, მეუფის ზეო, რომელმან ცოდვის საპყრობილეებიდან გამოგვიყვანე ჩვენ, საწყალობელი ტყვეები. და ენუ შემოსახლდება ჩემში მზაკვარი, ვისაც დატყვევებული ვყავდი. და ენუ გაიხარებს ჩემზე სატანა იმით, რომ წარმიტაცა მე. დიდხანს ვიყავი მე ტყვეობაში, ახლა კი საპყრობილედან შენ სახში ვბრუნდები. დატყვევებული ადამიანის გულისთვის მოხვედ შენ ჩვენს მხარეში. ქვეყანაში უფალო, ვითარცა მსტოვარი და გამოიყვანე იგი ძლიერი ბანაკიდან. წაწყვენდილი ცხოვრებისათვის მოგიყვანა შენ სახელმთო უხვება მკვდართა სამკვიდრებელში და შენს გამოსტაცე იგი მტანჯველის სიკვდილის კლანჭებს. ერთი შეძენილი ცხონებული სულისათვის აიძულებ შენ ცასა და ქვეყანას. განიხარებდნენ, მას ჩემზეც განიხარე უფალო. ვითარცა ერთ წაწყვენდილ ცხოვარს, რომელიც კვლავ შეგიძენი ვარ საუკუნო ცხოვრებისათვის. მე ცოდვილი ვარ, ავაზაკებმა წარმტაცეს შესამოსელი. საკვარმა აღარაფერი დამიტოვა, გარდა ჩემი რწმენისა. მოწყალე იქმენ უფალო, ჩემზე ვისაც მწადია შენ სახიერებაში ვიპოვო ჩემი თავშესაფარი.